მოგესალმებით, მე ცირა მღვდელაძე ვარ და დღეს მეორე ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც ხარდაჭერის სახლის მსგავსად ეს ამბავით დმანისში ხდება და იქაც სენის მედიატორის საშუალებით მოუხდით. თუმცა ამჯერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე უნდა გიამბოთ. ევროკავშირმა ამაზე იზრუნა და სენის საშუალებით დმანიში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პირველი დღის ცენტრი შექმნა. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. გახლავთ დღის ცენტრის მომსახურების პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. მერიასთან თანამშრომლობა და სენთან მაშინ იყო რომ ეს ფაქტი გადმოგვეცა და ვიფიქრეთ რომ წინ უძღოდა ამ ამბავს კვლევა სხვათა შორის დმანიშში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახებთან და ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოიკვეთა დღის ცენტრი და ამიტომ გადაწყდა დღის ცენტრის გაკეთება დმანისის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ხარდა გუჭირა მთავრობამ და გადმოგვცვა ეს შენობა. მთლიანად მოხდა ამისი გარემონტება და რეაბილიტაცია აღჭურვა სტანდარტების შესაბამისად სენის პროექტის ფარგლებში. რადგან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ევროკავშირს და სენს თვითონ ორგანიზაციას, რომელმაც მართლა ძალიან დიდი წვლილი გაწია იმისათვის, რომ ეს ცენტრი შემდგარიყო და ამ ბავშვებს მომსახურება მიეღოთ ადგილზე. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 95 წელს. გახლავართ მე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი და ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი მშობელთა გაერთიანება საქართველოში და ყოველთვის ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ხელი შეუწყოთ ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა მშობლებისთვისაც შესაბამისი დახმარების აღმოჩენას, ეს იქნება ფსიქოლოგიური თუ იურიდიული, თუნდაც იურიდიულ საკითხებზე და მათი გამოთავისუფლება და ამ გამოთავისუფლებული დროის ხარჯზე დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია და დღის ცენტრს აქვს ზუსტად ეს ფუნქცია. აქ მოდიან ბავშვები, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ. შემდგომ მთელი დღე არიან ცენტრის სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან კვებით, არიან სხვადასხვა თერაპიებით, სპეცპედაგოგების მხარდაჭერით, ფსიქოლოგის მხარდაჭერით, სხვათა შორის ბევრი ყავს ახლა ქცევითი დარღვევის მქონე ბავშვები და ეს სამწუხაროდ არის 21 საუკუნის პრობლემა, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებმა ძალიან მოიმატა. საკადროვი პრობლემაც არის, აღარ გიმალოთ ესეც არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. და გვინდა რომ პირიქით წავახალისოთ ის ადამიანები, თუნდაც რომელსაც პროფესიული განათლება აქვს, ახალგაზრდები, რომლებიც მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, რომ ადგილზევე იყოს ეს დასაქმების საშუალებაც და რა თქმა უნდა, ახლა სამშობლოს უფრო გავაძლიერებთ, ალბათ ლოკალურად რეგიონები თუ იქნება გაძლიერებული. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხების მქონე ბავშვები არიან უფრო და უფრო მეტი. და სხვათა შორის უფრო ეს რეგიონ ცენტრთან მოწყვეტილია ბევრი ადამიანი, რომ ასეთი მშობლები, ასეთი ბავშვების მშობლები და ყველას არ მიუწვდება ხელი, რომ წაიყვანოს. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მოვიცავთ უკვე აქავრობას, ძალიან შორეული სოფლებია, მთის სოფლები და აქვე ცენტრში სამომავლოდ კიდევ და კიდევ რესურსიც გაძლიერდება ყველანაირად, მატერიალურადაც უფრო და გამოცდილების მქონე სპეციალისტები დაკომპლექტება, როგორც ისიც ორენოვანი რაიონია, აზერბაიჯანულ კონტინგენტს ძალიან უნდა რომ მაგალითად თავის ენაზე მიიღოს სპეციალისტები. ამას ჩვენ ნელა-ნელა ვცდილობთ და სამომავლოდ ვფიქრობ, რომ აღარ დაჭირდებათ იმ მშობლებს ამ ხელა გზაზე სიარული, თანაც ასეთი პრობლემის მქონე ბავშვებს, რომელსაც ტრანსპორტირებაც პრობლემაა და მათ ნერვულ სისტემას გამოცდას უწყობს. ახალია ცენტრი, ამას დრო ჭირდება, რომ ხალხმა გაგიცნოს, გენდონ
და სპეციალისტებიც გაზარდო. ძალიან მჯერა, რომ ეს ცენტრი იქნება ამ რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს აღუწევდეთ თბილისში სიარული. არტი ავიღეთ, მაგრამ ძალიან მოგწონს, აი აქტოვანებული ვარ და ძალიან მომწონს კიდევ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის ასე კარგად დაინტერესებული და ყველანაირად ცდილობს რომ სტანდარტის მიხედვით დავაკმაყოფილოთ და რა ვიცი, აი მოწონება კი არა, აი მშობლები იყვნენ და ბავშვები კმაყოფილი და თანარჩენი თუ მოგვიწენებთ ხო კარგი. ბავშვებსა და მოზარდებზე ამბები ამით არ სრულდება, უნდა გიამბოთ თეთრი წყაროს ადრეული მზაობის ჯგუფის შესახებაც, რომელიც ისევ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. თეთრი წყაროს განვითარების ჯგუფი პარტნიორობით თეთრი წყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურ დაუცველობათა მხარდაჭერის ცენტრთან ერთად შეიმუშავა ეს პროექტი, რომელიც დაფინანსდა ორგანიზაცია სენის მიერ და შეიქმნა ეს ცენტრი სოფელ ფარცხიში, სადაც ახლა ვიმყოფებით. თვითონ ცენტრი შეიქმნა ახალად რეაბილიტირებულ და აშენებულ საბავშვო ბაგაბაღის ბაზაზე. ეს სივრცე გამოყოფილი იქნება კონკრეტულად ამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ არ მოხდება ასე ვთქვათ კვეთა იმ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ იმ ბავშვებისთვის არის სხვა სივრცე გამოყოფილი. ეს სივრცე არის გამოყოფილი უკვე კონკრეტულად აი ამ საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. როგორც უკვე მარიკმა აღნიშნა, ცენტრი გათვლილია 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის, ძირითადად 0-დან 3 წლამდე ხდება შინ ასე ვთქვათ ინტერვენციონისტის ჩართვა. ანუ ეს არ არის მხოლოდ შიშიმო ბავშვებისთვის, ეს არის ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა. ანუ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბაღში ახლა მიმდინარეობს აბსოლუტურად თეთრი წყაროს ყველა ბაღში სკრინინგის პროცესის პარალელურად თუ გამოიკვეთება საჭიროება რომელიმე ბავშვთან ინტერვენციონისტის ჩართვა, შეიმუშავდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ეს ამ ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით უკვე ინტერვენციონისტი ადგენს ასე ვთქვათ სამუშაო გრაფიკსაც დავარქვათ, რომელიც აი ამ 8 ვიზიტი, რომელიც განკუთვნილია თვეში თითოეულ ბავშვისთვის, უკვე გადაწყვეტავს, ეს მოხდება შინ, მასთან სახლში ინტერვენცია, ეს მოხდება ბაღში, სადაც ბავშვი სწავლობს თუ უშუალოდ აქ ცენტრში. როგორც ინტერვენციონისტი მიხვდება, რომ უკვე ბავშვს აღარ ჭირდება ცენტრი გათვლილია 20 ბავშვზე საწყის ეტაპზე, რადგან როგორც აღნიშნეთ უკვე მიმდინარეობს მომწოდებლად რეგისტრაცია. ეხლა თავარი ასე ვთქვათ, რაც გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ სივრცე, როგორც ადმინისტრაციის, ასევე ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, განავითარებენ იმ უნარებს, რომლებიც განვითარების შეფერხების დროს გარკვეულ ჩარევას საჭიროებენ, ასევე გადავამზადეთ ის სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის. სამომავლოდ ალბათ შესაძლებელი იქნება, რომ ცენტრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არა მარტო 20 ბავშვზე იყოს გათვლილი, არამედ მეტზე. ეს უკვე სამომავლოდ ამ ეტაპისთვის იქნება 20 ბავშვის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები მთავრდება ჩვენ თანამშრომლობდით ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ფუნქციონირების ხანგრძლივი ისტორია აქვს და პროექტის დასრულება არ ნიშნავს ამ სერვისების შეწყვეტას. როგორც გითხარით, ადგილებზე აქ არსებული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან როგორც სერვისის პროვაიდერები, სერვისის მიმწოდებლები და ქვეყანაში არსებული ფინანსური მექანიზმების საშუალებით გააგრძელებენ ისინი ფუნქციონირებას. ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საშუალება მისცა, რომ გამზადებული პროდუქტი მიეცა მთავრობისათვის და ახლა უკვე ადგილობრივი მთავრობა არსებული რესურსებით იმედია გააგრძელებს მუშაობას და ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანური რესურსის სპეციალისტების მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს სპეციალისტები არ შემოუშვით, რომ მაგალითად მშობლები ისე არიან დაინტერესებული და კარგად შეგეხმარებათ სიტუაციაში, რომ